თელავში 34 წლის კაცმა ორ სულწოლზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრების ქვეშ მყოფი ბრალდებული 33 წლის ცოლს მოკლით დაემუქრა, შემდეგ კი გააუპატიურა. ოჯახის ორსული წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვიდრე ამნისტიაზე დაიწყება საუბარი, უნდა ვიხილოთ აღიარება და მონანიება კობახიძე პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების შეწყალების წინაპირობად უცვლელ მოთხოვნებს ასახელებს. პატიმრების შეწყალების თემა დღის წესრიგში კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ისევ დადგა. ცნობილია საპატრიარქოს პოზიციაც, რომ მათ ეს საკითხი მთავრობასთან სამჯერ დააყენეს. კობახიძე ემილია მეორის დაკრძალვაზე ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტების არ მიწვევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მორალური თვალსაზრისით ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მყარი უფლება, რომ სამების ტაძარში ყოფილიყო. უახლოეს თვეებში ხილსა და ბოსტნეულზე ფასების მატება გარდაუვალია. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. ვახტანგ ბეჟიტაშვილი განმარტავს, რომ ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, გაძვირებული ლოგისტიკა და საწვავზე მზარდი ფასია. უკრაინამ რუსეთის ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. საწარმო რეგიონში უდიდესია და ეს რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.